Вагзеле фулушона жетия хучидам. Ау ბიჭოჩი მე ვაფშე აღარა მაგ არაფრის მუღამედა ზმა ამ ერთს ამდენში მოგცემ მოკლედ რა როგორც იცით წინა ვიდეოში ჩვენი GT-ი ავოფეთქით რა ფეთქეთ ბიჭო ეხლა შენ ბიჭო ჩუმად იყავს და მე მეკითხოს მოსვავ რა თქვი ბიჭო რა თუ კი არ მოგიღო ბებიას ეხლა ბიჭო გვიანად იყავი შე ერთი წამი ბიჭო კიდე ჭუბი გვინდა მოკლედ წინა ვიდეოში GT-ი ავოფეთქეთ იმიტომ რომ ჩვენზე მოდიოდა პირდაპირ მაგ მანქანით კვალი და დროებით გვინდა რამე ზედმეტი გადასაადგილებელი მანქანა გვყავდეს რა ჩემი ეშკა ბიჭო ზედმეტი გადასაადგილებელი მანქანა არ არის შემო მადმეთქი ბიჭო ბალაბალ მიყავ თუ არა ერთი წამი რა ბიჭო ლაპარაკობ ბიჭო ჩემთან მოხვიდა ვის ლაპარაკები ვიდეოს ვიღოთ ბიჭო YouTube-ერები ვარ თქვენ ხარ უპერავთო Black Mamba always elegant Black Mamba აქ არის ხალხო ბოლო დღე არის დღეს და ალბათ ხვალ სავარაუდოდ რომ Black Mamba-ს ხუდები იყიდება რა დეკემბერს გაითიშება ეს საიტი ანუ დღეს და ხვალ დრო გიქნებათ რეგიონებში მიწოდება უკვე შეწყდა ერთი წამი რა მაგაზე მე ვიტყვი მეგობრებო მოკლედ Black Mamba-ს ხუდები იყიდება ამჯერად უკვე მხოლოდ თბილისში რეგიონებში მიწოდება შეწყდა იმიტომ რომ ახალწლამდე ფიზიკურად ვეღარ მოხერხდებოდა ჩატანა და არ გვინდა რომ ვინმე უკმაყოფილო დარჩეს და შესაბამისად თბილისში მაცხოვრებლებს შეუძლიათ დღეს და ხვალ შეიძინონ ხუდები 100 ხუდი დარჩა და მოასწრეთ ვისაც შეძენა გსურთ და დანარჩენი უკვე ვიჭედნას ვერ მოასწრებთ 5 იანვრიდან გაიხსნება ისევ საიტი და შემდეგ შევუკვეთეთ უბრალოდ ვისაც ახალწლო საჩუქრად გინდათ უბრალოდ უნდა მოასწროთ ახლა რა ხო მოკლედ რა 5 იანვრიდან ისევ დაიწყება გაყიდვები უბრალოდ საახალწლო ვისაც უნდა რეგიონებში შეწყდა სამწუხარო და თბილისში ვისაც სურს თბილისში ჯერ კიდევ გაქვთ დღეს და ხვალ დრო ანამ ვიდეოს ყურებას გაგზავნებთ გეტყვით რომ Black Mamba-ს მერჩი დღითი დღე იწურება ამიტომ ვისაც შეძენა გსურთ ახლავე გადადეთ აღწერაში და კომენტარებში აპინულ ლინკზე და შეიძინეთ ჩვენი მერჩი ონლაინ ლინკზე რო გადახვალთ და გხვდებათ ესეთი ფანჯარა სადაც აირჩევთ ჩვენს პროდუქტებს მაგალითად გვინდა ხუდი შეძენა ვაჭერთ ხუდს აირჩევთ სასურველ მოდელს მაგალითად Black Mamba არის ეს Black Mamba Money S და ბებო როგორა რა თქმა უნდა სიჯის მერჩი თუ გსურთ აქ ირჩევთ ზომას მაგალითად ავირჩევთ S ირჩევთ სასურველ ფერს რაოდენობას კალათაში დამატებას და შემდეგ სტანდარტულად მიყვებით გადახდის ინსტრუქციას ხუდების გარდა შეგიძლიათ შეიძინოთ მაისურები მობილურის კეისები iPhone 11-დან ზევით ჭიქები რომელიც ძალიან ლამაზია და ძალიან ბევრი ყიდულობს და მარაგები დღითი დღე იწურება ასევე Black Mamba-ის ბარათზე დასაკრავები რომლებიც აი ესე გამოიყურება და ძალიან მარტივად შეგიძლიათ დააკრათ მაგალითად თქვენს გულკარდებზე და ვისაც შეძენა გსურთ ეხლავე გადეთ აღწერაში მდებარე ლინკზე იმიტომ რომ მარაგები დღითი დღე იწურება და ახალწლამდე ეჭვი მაქვს რომ არაფერი აღარ დარჩება ნუ ალბათ მაისურის და პაზლის გარდა ხო და თუ გინდათ რომ ვინმე საჩუქოთ ეს ყველაფერი გაითვალისწინეთ ბიჭო ჩემ მანქანას იყიდე თუ არა შენ სადაური ხარ ბიჭო მე რაშია სადაური ხარ ბიჭო რაშია ხო და მოდი შენი რაშია დავაი წავედი ჩვენი ეს ეშკა ვახ რატო გამედე ბიჭო დაჯი მოდი რატო გაგედე კი არა ეს ნახე ბიჭო თურმე საიდან ყოფილა იმათიანი იყო ესე იგი ბიჭო ეს უეჭველი არა უეჭველი ბიჭო იმათი კამანდიდან არის წავიდეთ ეხლა მანქანაზე ნომრები და რაღაცები შევცვალოთ მაგრამ ვისთან შევცვლით ეხლა თო რა ვიცი რას გაიგება ორა კაი მანქანა ესე არბილია კაი ძველებური მანქანა კია ესე თო მაგრამ Black Mamba ბიჭო არა იმენ აი ოპა რა ავარია იყო აგერჩემი ავარია კი არა ბიჭო ბიჭებს რა უყოთ ჩემი არაფერი არის მის ოფში მაგათგან ხო? არც მაგათგან, არც ლესტერისგან, საერთოდ არავისგან არაფერი არის მის და კაროჩე რა მაგარი მოსაფიქრებელი გვაქვს ახლა რა უნდა ვქნათ ის გიგის იმედი კი გვაქვს ისე მამეთ რაღაცაში და გორდით გაჭერე რა ხდება? უკან წაწევდი აჰა წამოვედი უკან აქ პოლიციის პარკი ჩვენი Rolls-Royce და Lamborghini თო ხო არ გადაო ბიჭო აგირყავ თო რატო ვერ ვიფიქრეთ რომ ეგენი საჯარიმოზე იქნებოდნენ ერთი წამი მოდი წავიდეთ აქიდან რომ ეხლა ამათი ყურადღება აქ არ მივიქციოთ და უკვე დავაზიანეთ ჩვენი ეშკა მაგრამ არა უშავს ბიჭო Lamborghini-ს მინჭივის Rolls-Royce ეგერ თო ოპა ის Rolls-Royce მამეთ აქ აყენია დანარჩენი მანქანები არ ჩანს ხო არა რაც აუცილებელი იყო ალბათ Lambo ჩვენი face-ი რაც იყო და Rolls-Royce აქ დააყენეს და ნახე დაცვაც როგორ გააძლიერეს დაცვაც მამეთ გაძლიერებული აქ 1 2 ბიჭო Rolls-Royce უნდა მოვიპაროთ უეჭველი რუსები აქ რო არიან ჩამოსული უეჭველი მაღაზიე ნადირობენ და ამათმაც კარგად იციან ეს ყველაფერი და ნახეთ როგორი დაცვა დააყენეს ჩვენ გავითვალისწინოთ რომ მაგარ საფრთხეში ვარ ჩვენ ესე იგი პაბექში ვართ ესე იგი გვეძებენ რა ეგ ერთი მე მეორე აუგუსტინი თავისუფალია ნუ სადარი ხამრთა იცის მესამე ბიჭებს რა უყოტო ბიჭების გამოსაყვანად ბიჭები უეჭველი დაჭერილი ყავთ ეხლა და YouTube-ში კამანდა გვინდა რომ ციხეში შევვარდეთ და გამოვიყვანოთ რა ეგენი ხო ის ჯერ ციხეში არ იქნებიან აქ იქნება წინასწარ ზოლატურში კაი ერთი წამი ეხლა აქ როგორღაც ვიჩალიჩოთ შესვლა ესე დავკრუგოთ აქ ჩვენი მანქანა და 1 2 შიგნით კიდე არის ეგერ მესამე მეოთხე
ეშკა, აქ ნუ მოძრაობ რა. გავიგე ბიჭო, გავიგე, არ მოვიკითხო ეხა ბებო. აი ბიჭო, გაანებით, თავი ამათან კიდე შარი გვინდა. საიდან ჩავხვდეთ? ტოის როლს-როისი უეჭველი უნდა გამოვიყვანოთ. მისმენ ეს ეშკა წავიდეთ ახლა სამი დავაყენოთ ესეთ სანდუადგას მოსდასაკ პარკინგზე და უეჭველი ეს როლს-როისი მოვტოხოთ რა. კაი, ამ ეშკას მოდი აქ დავაყენებ. არა, კაი მანქანა, დაწერეთ კომენტარებში როგორ მოგწონთ. რავი, ჩვენ ერთხელს ახლა ესე თუ ისე უხდება რა. BMW-ს კი ვეძებთ, ვერ ვნახეთ, მაგრამ ესეც არანაკლები ახლა რავი, მე როგორც BMW მოწონს, ეგრე მოწონს Mercedes-იც, ამიტომ ერთმანეთისგან არ ვანსხვავებთ და დავაყენოთ მოდი ჩვენი მანქანა აი აქ. ბიჭო, ყველაფრის გარეშე შევიდეთ. ყველაფრის გარეშე ისე აზებნაში ვარ და რა აზრი აქვს. მამეთ მაგარი ვარ ჩემი. რა აზრი აქვს მას კიდე ხვალ თუ უმასკო. კაი, მოდი ხა წამოვიდეთ აქ. აქ დაცვა არ არის არაფერი. ვახო, არ გადახტე, ფრანკლინ. არ გადახტე ბიჭო, ჯერ რასაკეთებ? რასაკეთებ ზმა? ბიჭო, რა ვიცი, დამეჭირა რაღაცას, ხელი აი აუხტეთ ერთი წამი და დაცვები დავალივეროთ. იქიდან პრინციპში რაღაც შემოსასვლელი ჩანს და ჩვენი Rolls-Royce აკერტო. არა, უეჭველი ვიცოდი რომ ბიჭო, ეს Black Mamba ესე ვერ გაკოტრდება ფიზიკურად რა. წამოაბა ერთი იქიდან ნახოთ შესასვლელი თუ არის. წამოაბა აქიდან გავაჭრათ ესე ფრთხილად. არის ბიჭო, რაღაცა კარი მგონი აქ ღია. ბიჭო, მე მიდი. ესე ფრთხილად ჩავიდეთ და არ დაგავუწევთ რომ ეს ვიდეო ავიყვანოთ 10000 ლაიქზე თუ გინდათ რომ ხვალვე გამოვიდეს მომდენო ვიდეო და დააჭიროთ დაბლა წითელ subscribe ღილაკს და არა ბიჭო, აქ პოლიციელებით განანტო. ამ პოლიციელებს როგორღაც ვერ აუვლეთ გვერდს. გვერდიდან ჩადიაბა. აქედან, აბა გადავხდეთ ესე ფრთხილად. ეგ არის პრინციპში აქ არავინ კი არა და ვერავინ ვერ ხედავს. ჩამო. ვახ, ჩემი, სახსრები მაწუხებს. კაცე ბიჭო, ეხ არ მოიტეხო ეგ ფეხი, აქ ცოტა ფრთხილად შევიდეთ. ვახ შენი. აქ ესე ფრთხილად ამოვიფაროთ და პოლიცია კი არის აკერტო. ისე შეგიროა და გვინახო. კაი, ესე ფრთხილად წამოვიდეთ ამ გონი ჯერჯერობით ვერავინ ვერ უხედავს და ეგ არის ბიჭო, პარკინგზე ვარ შესულები, კარი იყო როგორც ჩანს აქ ღია დატოვებული. ეგ არის ბიჭო, მიდი წადიცი. ხალხო, უეჭველი და ვალაიქოთ ეს ვიდეო, ნახეთ რას ვაკეთებ. აქ იარაღი ავიღოთ, იმიტომ რომ ეხლა იარაღი უეჭველი დაგვჭირდება. იარაღი არ პულემიოტი მაგაგერ. ამათ ბებოს მოვიკითხო, ეხლა სათითაოდ. შევედით ესე, აქ პოლიცია ვერ გხედავს. ეგერის ავტომატიანები და კაი. ანუ ეხლა უეჭველი უნდა ვისვოლოთ, არა? უეჭველი. ერთი ამას, წამოდროზე წავიდა. ეგ არის აქიდან მეორე. ვახ, აგერ კიდე ერთი დამჭრა, მაგრამ არა უშავს. ავიყვანე. ვახ, ეგ კიდე ერთი ყოფილა მესამე. აქ ხა ავტომატი დამჭირდება. მოდით აქ ბიჭო, მოდით. დაჭექი. ეგ არის, всё. სანამ ხა ვერტფრენები და ისინი მოვიდნენ ჩაჯე დროზე მიდი ეგ არის ჩვენი Rolls-Royce აქ არის ემედი მოქვს პაკეტში გინიდევს და დავაი მოვხიეთ აქედან. ანუ ლამბოთი მოხევა კი ჯობდა ეხლა, მაგრამ აუ ხადაობ რამდენი პოლიცია მოვიდა. კარი გააღეც მა, კარი. აუ ჩავკეტეს ჩემი. კაი, ესე წამოვიდეთ, საიდანაც შემოვიდეთ, იქნებ იქიდან გავიდეთ როგორ ხასტო. თუ ვერა, მიდი გეხვეწები რა, მიდი რა. აუ არა, იმენა შანსი არ არის აქიდან გასვლის. იჩალიჩი. ვიდეოს სპონსორია CS:GO Fast, რომელიც არის Counter-ის case opening-ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და სანდო საიტი და სხვათა შორის ეს კომპანია GTA 5 არის ჩვენი და ერთზამი. ვახ შენი. უფასო სკინი ხوار უნდა აქვთ იმის სხვათა შორის, შეგიძლიათ გადახვიდეთ აღზარა შემდებარე ლინკზე, გაიაროთ რეგისტრაცია ჩემი პრომოკოდით AMIGO-ZARKU და მეიღოთ პლუს 1 кейსი რენდომად უფასო, ანუ სადაც შეიძლება ნებისმიერი ფასის სკინები ამოგივიდეთ, ამიტომ გადადეთ აღზარაში მდებარე ლინკ. ერთი წამი ბიჭო, ჩარლიჩობ როგორღაც უნდა გავიდეთ აქიდან, გასაგებია, მაგრამ ეს კარი ჩაგვიკეტეს იქ. აუ დაწყებას თუ ჩვენი Rolls-Royce ერთი წამი ესე ფრთხილად. აქედან იქნება როგორღაც გავიდეთ, მიდი რა, განგრიერა, მიდი რა, ეგ არის, აბა რა ბიჭო, ეხა აქედან Rolls-Royce ვერ გამოვიყვანდით, Black Mamba არის, თუ ეს ყველაფერი ვერ გავაკეთეთ და ეს ძალიან მარტივად დავუბრუნდეთ ჩვენი Rolls-Royce, რომელშიც იმედი მოქვს, რომ სავარგულში ის პაკეტი ისევ დევს. მოხიე, პაკეტს ვიჩევს არ დავგვიდო ბიჭო. ვახ, აქ არ ჩავხტეთ. მოდი აქედან გადავხტეთ, მამე თუ გადახტომა არის და წავიდა. ეხა მომინდომე მეც კიდე პარკური, მაგრამ ნახე რა მომენტი იყო ბიჭო. გეყოს რა პარკურით როა ბიჭო, ეხა მოხიე. კაი ბიჭო, წავედით ეხა ჩვენი არხისკენ, სადაც ძალიან მარტივად ჩავალ და დარწმუნებული ვარ, ამ პოლიციას გავექცევით. ნახე ვერტფრენზევით იმას დაეტაკა. ანძას. ეგ არის აციმციმდნენ უკვე. მიდი სიმციმებენ. მიდი გეხვეწები რა მათ ეხლა. აი, კაი, წინ ეხა დაგვინახავენ. ახ, ჩემი. ვახ, აქარია. აქაც ქართული პოლიციის მანქანები გაიჩნდნენ. ღადაო, წავედი ეხა აქედან, უკაცრავად რა. აქ ცოტა მოლიპულია ეხა გზა და ცოტა რა უნდა ვიარო. აუ ჩვენი ბიჭების ადარიან ეტა. ერთი წამი ჩვენ თუ ეხლა ეს საქმე არ გავაკეთეთ, ჩვენ ბიჭებს ვერ დავაბრუნოთ. ისინი ეხლა კი არიან, რა ვიცი, იქ ეხლა ცოტა კაჩავებენ, მაგრამ რა უნდა უთხრან ეხლა იმათმა ისეთი რაც რა ვიცი ჩვენ დაგვაზარებს რაღაცაში, რაც უნდა აწამონ რა. ეგეთი ინფორმაცია არაფერი არ აქვს და
აუ არა ბიჭო არხში ეხა რო ჩავიდეთ ეს დაგვინახავს ეგ არის ნახე ეხა რა ტრიუკი გავაკეთე და ვობზრიალე რომ ეს დაიბნეს მე გადმოვა მანქანიდან თქო და ეხა ვეღარ ვხედავს ან კაი ჩავედით ეხა არხში ესე ძალიან მარტივად მოვიცილეთ პოლიცია ჩათვალეთ რა ეხლა კი სამარსკლოზე ყავს მაგრამ ცოტა მეცველოდებოდი ეხლა მის მარტი დიდი ამბობი ხარ რა ძალიან კაი ამდენი ხნის მერე ცოტა პოზიტიურ ტალღაზე გავაგრძელეთ ჩვენი ვიდეოების გადაღება რა და CS:GO Fast-ის სხვათა შორის $200 გვაძლევს გასათამაშებლად რამდენს ბიჭო $200 რანაირად გათამაშების პირობებს დავდებ ჩემს TikTok account-ზე გადადით ჩემი TikTok-ი გამოვიწერეთ ანუ TikTok-ს ეხება უკვე გათამაშდება 20 ცალი $10 სკინი, ანუ ჯამში $200 სკინებს მოგცემს და 20 განმარჯვებული გამოვლენდება, რომელსაც გადაეცემა $10 სკინები. და რა უნდა გააკეთო? TikTok ედიტები უნდა გააკეთოთ. ნუ ეხლა წინასწარ გეტყვით ეხლა პირველს, მაგრამ ჯერჯერობით არ დაწყებულა ეგა. TikTok ედიტები უნდა გააკეთოთ ჩვენსა და CS:GO Fast-ის თემაზე. ანუ არ აქვს მნიშვნელობა როგორი ვიდეო იქნება, რა შეიძლება TikTok, ანუ შეიძლება თქვენ თუ აწყოთ რამე მანქანა რომელიმე თამაში, რომელსაც CS:GO Fast-ი ეწერება და მე ეგეთ ვიდეოს გადაიღებ და პლუს Black Mamba, ნუ Black Mamba-ს და CS:GO Fast-ის კოლაბორაცია უნდა იყოს ვიდეოში აღწერილი რა. მერე და საუკეთესო ვიდეოების ავტორს, რომელსაც ყველაზე მეტი ლაიქები ექნება, გადაეცემათ $1000 სკინები თავიანთ CS:GO Fast-ის ან გარიშებზე, რომელსაც ან გამოიტანენ, ან კიდე რა ვიცი, მე გადაწვიან უფრო ზურიან სკინზე რა ვიყო თქვენზეა დამოკიდებული გამარჯვებულები. როგორ გადაწყვეტენ და ესეც ესე პოლიციას მოგცილდა. ძლივს თო. ხამაში ვახ, არ გვეპარებოდა, მაგრამ ეხლა ეს Rolls Royce ბიჭო სადმე უნდა დავტოვოთ ისეთ ადგილას, რო? ვახ, სადმე ადგილას კი არა, პაკეტი უნდა ხვდა ბერი წამი. აუ ნეტა აქ იყოს. აუ მე გადავები. აუ ჩემი რა, ლამბო მაინც გამოგვიყანა ბიჭო ამის გამოყვანას. ჩვენც მაგრები ვართ, ისე ვერ ვიფიქრეთ, რომ აქ ეს პაკეტი ამოღებული იქნებოდა ბიჭო აქედან. გამომძიებლები მაგას გააჩერებდნენ ამაში. აუ რა თქვილად ვიცანიჩეთ ბიჭო ამდენი. ყველა და რა Rolls Royce ჩვენ ყავს, მაგრამ რა გვინდა მე ეს Rolls Royce როგორ GTR-ის უნდა მოვიცილოთ ახლა ესეც რა. პრინციპში ეგ მართალია რა, სამაგეროდ ვიცით რომ ავენტადორი იქ არის. ეხლა შენიადეთ ისინი ავენტადორზე დაცვას არ გაძლიერებენ. აუ გადაო ბიჭო რა ტყუილად ვიცალიჩეთ ამდენიც შემი. აი წამო სადმე დავაყენოთ და ის წამოვიყვანოთ ის ეშკა იქედან. მოკლედ რა ეხლა გადაწყვეტეთ რომ მოვსულიყავით ჩვენს ძველ ბუნაკში, სადაც ერთ გვაინტერესებს რამე თუ ხდება რა. და კიდე ერთი პატარა საქმე გვაქვს. პატარა არა, საკმაოდ დიდი სხვათა შორის. ნუ მამენ საკმაოდ დიდი, იმიტომ რომ Black Mamba მოღალატებს, ხალატს არასდროს არ პატიობს. კარგად იყავი, ვახ, ჩემი. всё. აი ეგრე. მოდი შენ ზაგაბიჭო. სადა? წავიდე ისეს თუ გაიქცა. აი ეგერ არის. всё, კარგად იყავი. აჰა, მოვიკითხებია. всё, კარგად იყავი ძმა. აი ახლა აქ უცბად ნახოთ რა ხდება. ერთი ჩვენს ტერიტორიაზე თუ შევარდებით, მაგრამ სანამ პოლიციამ მომამეთ ესენი ხო Rolls-Royce აგვეკიდნენ. მაინტერესებს უკანა კარი იღება თუ არა ბიჭო, აი რაცე რა მაგარი რაღაც გქონდა და ვაჟას რა უქნეს თო. საწყალი ვაჟა ჩემი. ნახოთ აბა. არ არიღება ხო? არა, იმენ არიღება. დალუქეს იმენ აქაურობა ბიჭო. რა მაგარი რაღაც გქონდა და როგორ აგვახიეს ყველაფერი და როგორ დავკარგეთ ერთ დღეში რა. ბიჭო, Black Mamba-ს რა დაკარგვის ეშინია? დავარეს სხვა ვარ ჯანმრთელები ვარ, თორე 5 ამდენს ვიშოვეთ ჩვენს დატაკებას, კლდეს დაეტაკონ ისჯობია. ეს პოლიციას მოუწოდა ხო ხედავ. პოლიცია მოგცილდა, მაგრამ კიდე გვაქვს ერთი პატარა საქმე გასასწორებელი. ის დაცვა ხომ მოვიცილეთ იქ. ნახე. აღარა ვარ და დაიწყოს უკვე ვიღაცება მუშაობენ და ვისი ახლა, მაგრამ ამას უეჭველი ყადაღაადებს, მაგრამ ნახე იქიდან პოლი ამოდის. ბიჭო, ეს შეიძლება ოფში აუგუსტინმა ხوار ჩაიგდო ხელში რა. გამორიცხული არ არის, მაგრამ აუგუსტინს ხო დავიჭერთ რა. ბიჭებო, აუ კიდე ესენი თო. ხო, კიდე ჩვენ ვართ. ჯემო მინდომეს მაგათ. არა ბიჭო. ვისა? უსტენი ბებოს გასწრული შვილი. არა, დაისადე, უსტენ ბებოს გასწრული შვილს. ანკელი შეჭამს. ანუ ისაო რა ქვია, როგორ არის? რა ვიცი ბიჭო, სად მახსოვს ერთხელ აი განდაზები, წავედით და ვინ მირეკავს კი, მაგრამ ეხლა ამ გაგანია პერიოდში. მაიკლიტო? სალამი მაიკლ. ფრანკლინ როგორ ახარ? კარგად, რა ხდება? რამ გაგახსენა ჩემი თავი, აღვარ დაგავიწე ზოლე პრობლემები. არა, მოკლედ კი ვიცი, ყველაფერი შენზე მესმის ბოლოს რაღაცები, მაგრამ ლოკაციაზე მინდა რომ მოხვიდე. რა გიხოცები რა. ბიჭო, მოვიკითხო ბებიაშენი, ლოკაციაზე არა იქიდე, მომიდომა. მოგაგზავნეს ბიჭო, Black Mamba-ს მაინც ვერ დაიჭერთ. ბიჭებო, ძალიან სერიოზულ თემაზე გიბარებთ. ვისი იპარე ბიჭო, შენ ვინ უნდა დაიბარო? ბიჭებო, მართლა გეუბნებით, ტელეფონზე ვერ გეტყვით ახლა რა, ერთ-ერთი თხოვნა მექნება რომ
მოხვიდეთ რა და დასასმალები გამოიცვალოთ. დასასმალები რა პონჩი ბიჭო? ანუ აქ რომ მოხვალთ, აუცილებელია ჯერ ეს ერთი თქვენი მოსვლა რა და რომ მოხვალთ, არავინ პოლიციელები არიან და რა ბიჭო პოლიციელებთან გვიბარებ, გეუბნებით მას გიგი, მოაცილე ხალხთან გაუთიშე. ერთი წამე ბიჭო, რა პოლიციელებთან ვიბარე, რა ტრანსფერები გამოიცვალო რა ის მებაზრებითო? ბიჭო, ანუ აუცილებელი თემაა მეთქი რა, ცუდ ამბავზე გირეკავ. რა ხდება ბიჭო, ცუდი აბა რა არის პოლიციელებთან გვიბარებ. ბიჭო, თქვენ არაფერს შუაში არ ახართ, უბრალოდ პოლიციელები არიან აქ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე და მინდა რომ მოხვიდეთ და თქვენი თვალით ნახოთ ყველაფერი რა. რას ამბობთო? ხო გეუბნებით, მოდით და ნახეთ თქვენი თვალით ყველაფერი. გაიძმაო მოვალთ, ელოდები აი ლოკაცია. ვახ, რა უცნაურია თო? ლოკაციაც ქალაქიდან საკმაოდ შორს არის სხვათა შორის. აი გრამეს არ გვიჩალიჩებდეს თორე. მაგას ვაწყავლენებ თავ ბედს ბიჭო. არა, რაღაც ისეთი ხმით დაილაპარაკა შანსი არა ეგრო რამეს გვიშალიჩებდეს ეგეთი გავროტებულიც არ იქნება ხლა ჩვენი ამბის მერე. ხო გახსოვთ ეგრო იმ აუქციონების ტიპის მაგაც ხო იყო და ანუ მაიკლს ხო მაგარი კაროჩე რა და ხო მაგარი დავტუქსეთ რა მაიკლი რა და ხო და აქ გვიჩალიჩებს. გაჩალიჩება რა უნდადეს ეგ არ გვეტყოდა ეხლა ეგეთ რაღაცას, მაგრამ შეიძლება ერთი ვარიანტია რომ იმიტომ გითხარით ფორმა გამოიცვალეთ, ანუ ტრანსმელი გამოიცვალეთ და რაღაცაო. რა არა ბიჭო, ბლეკმამბა ტრანსმელს არ გამოიცვლის თო? ტრანსმელს არ გამოიცვლი კიდე ბლეკმამბა. თუ დაჭერა ჩვენი ტრანსმელები დაგვიჭირონ რა ბოლო ბლეკმამბის ხუდით მაინც ვიქნებით მე იქ. ხო რა კაროჩე რა. აუ გამოიწერდა ხი. დავაი წავიდეთ და ვნახოთ ერთი რა უნდა ეხლა თავსასწრელი არავის არ ავარიდებთ რა. ამათ დაბარებულზე კიდე ჩვენ არ დავდივართ, უბრალოდ ეხლა ცოტა ინტრიგა არის, მაინტერესებს ნახოთ რა ხდება იქთან ისეთ ტონით მიხარ რა ცუდ ამბავზე გირეკავთ და უნდა მოხვიდეთ და ნახოთ და პლუს პოლიცია არისო აქო. ვახ, წამოვიდეთ აქეთ ფრთხილად. მაგარი საინტერესოა ისე რა ხდება. ხო დაწერეთ აბა კომენტარებში თქვენი აზრი რა უნდა ხდებოდეს აბა ჰა? არ ვიცი, წავედით, მალე მივალთ უკვე 1 მილი დაგვრჩა. იმედი მოქვს ეხლა ვიღაცის ბებიას არ მოვიკითხავ. და ეს საწყარი როლს-როისი კიდე როლს-როისგან რდარჩა მარტო იმიტომ რომ ანუ სროისიც აღარ არის ნახე. მიდი მალე ცოტა რაღაცა გული თურც მიგზნობს. გული მე თურც მიგზნობს, მაგრამ ისეც ხო არ გიგზნობს რომ ცოტა ჩვენი თავისუფლება აქ ეხლა იზღუდება. არა ცოტა სხვანაირად მიგზნობს ბიჭო გული. არ ამგონია მაგხარ უკვე დავიჭირო. აი, მოვედით აქ უკვე თითქმის უკვე 9 მილი დაგვრჩა ბიჭო რა საინტერესოა ხა რა შეიძლება რა შეიძლება ეხლა აქ ხდებოდეს აქედან უნდა გადავუხვიოთ ფრთხილად პლეაშთან ერთი ზევიდან ჩახედე აბა ჩავხედოთ ერთი აქ ჯერჯერობით ზევიდან პრინციპში უნდა გამოჩნდეს დაბლა რა ხდება და სასწრაფო პლეაჟის დაცვა პოლიციელები ბიჭო, რამდენი პოლიციაა თო? ანუ სასწრაფო საკრა უნდა. ბიჭო, ვერ გავიგე, ვაჟა გამორიყავითო მაგ იმან ოკეანე? აუ, ეგ თუ აქ ვაჟას გამოგვიბარებს ახლა, რაც ვიგენია ბოლო რა. რა ვიცი, ხა ოკეანის არა ვიცი, სხვა რა უნდა ხდებოდეს, აბა ერთი დაურეკო. ყაი, მოვედით უკვე ჩვენ ამ ლოკაციაზე, რა ხდება აქ რა სასწრაფო და ისა, ჩემი ვიგენი გამორიყა ზღვა? არა, რას ვიგენი კაცო, აგერ ხედოთ, მან გააჩერეთ მანქანების პოლიცია გისult. ვსო, დაგინახე. წამო აბა ერთი ჩავიდეთ. ტრანსფერები გვეცვას ხო? გვეცვას, რავი, ხა აქ პოლიციას არ ამგონია ჩვენთვის ეცალოს რა, მით უმეტეს აქ სხვა თემა იქნება ეხლა, მაგრამ რა ხდება ბიჭო? რა უცნაურია ჩემი? აგერ არის მაიკლიც. სალამი მაიკლ. სად დამიბარეს რა ხდება? ეს ხო გითხარით გამოიცვალეთ ხო დიდი შანსია რომ გიცნან პოლიციელებმა, მაგრამ ჯანდაბოს ეკუმეთ ჩემთან არიან ხო და ყურადღებას არ მოგაქცევენ რა. როგორ ახარ სიჯი? რა ვიცი, აბა შენაერების ხელში როგორ ვიქნები? კაი, არ არის ნამდვილად ეხლა ხმურობის თუ წამოყვებით ბიჭებო, ან წადით და გამოყვებით. მაიკლ ეთოდე რამე ნიტო და მინდაიბო. ბიჭო, არაფერი ნიტო არ იქნება, წადი, ნახე შენი თვალით რა, მე ვერ გეტყვი მაგას უბრალოდ. რა ხდება ბიჭო, რა ჯანდაბო კი, მაგრამ აქ ესენი ხო არ მეტყვიან რამეს. არა, ჩემთან არიან ბიჭებო, გაატარეთ. მე ვჟანდით შევ. შეფით მიმართავენ კაცო ამას წავიდეთ აბა ერთი აქ რა ხდება პოლიციელებთან ძალიან ჩვეულებრივად ვართ გასულები მაგრამ ესენი სხვა ანუ შტატის პოლიციელები არ არიან რა იქით სენდის შორის პოლიციელები არიან და ესენი არ გვიცნობენ პრინციპში ჩვენზე ინფორმაციაც არ ექნებათ და ბიჭო რა ხდება ესტო სიჯი აი ჩოპა ბიჭო ფრანკლინ ეს რას ხედავს ბიჭო ჩემი თვალებითო? აი ბიჭო რა შემოწყობინეს რაღაც მოვედი მე საკაუბრალ სანაპირო და სამახსაბარებული და ვიცან ესენი და დაგირეკეთ რა. ბიჭო ეს რა ხდება მეღადაობით? დაცხრილეს ორივე? ჩოპა ბიჭო ჩემი. კაი ბიჭო მოგორ მე მინატრებით ჩემი ამაზე თუ შური. ვინები იყვნენ ბიჭო ის მინდა აკეთა. ჯერჯერობით არაფერი ინფორმაცია არ გვაქვს ამაზე თუ მებრძანდებით. ჩემთან არიან ჩემთან სანაპირო და სუფროსი ვარ. კი ბატონო მედინარ ფაქციები მე მედინარეს გამოძიება რა. აუ რა გამოძიება ბიჭო, კაი და ჩოპა დაბრიდეს თო?
ესენი ხო პოლიციამ დაიჭირა რეალურად იქ, მაგრამ ესენი იმ დროს სახში იყვნენ, არ იყვნენ ბიჭო მაშინ უეჭველი სახში და პოლიციამ როგორც კი გამოუშვა აუგუსტინმა დაიწყო ნადირობა და ეს უბრალოდ აუ მე გადავები. ერთო ჩემო ბიჭებო, აუ, წუხარ ნამდვილად. ჯობ, რა უთხრა ბიჭო, ბებია შენს ეხლა ამის გამო. საწყლები ბიჭოტო. დაბრიდეს და დაყარა ეს აქ სანაპიროზე რა. კაროჩე რა. მოკლედ მომდენო ვიდეოდან იწყება შურისება ისეთი, არც ფული გვაინტერესებს უკვე აუგუსტინის, არც ჩემი 450 მილიონი, არც 1 მილიარდი, საერთოდ არაფერი არ მაინტერესებს. ვინც ხელში მოუყვება და ვინც ამ საქმესთან არის დაკავშირებული, რუსებიდან დაწყებული, აუგუსტინით დამთავრებული და ყველა მოღალატით, ყველა აგებს საკადრის პასუხს. ერთ ტრაილერს ვიყიდი, შევყრი ყველას და ავაფეთქებ. ბიჭებო, თქვენს გამო შურს ვიწევთ უეჭველი. ხალხო და ლაიქეთ ვიდეო გამოიწერეთ, არხი და თითო გული გავუსპამოთ ამ საცოდავებს ამათ. როგორ შეწირეს ჩვენს Black Mamba-ს ავიანთი თავები, ეხ ბიჭებო. ანტაობ ჩემი როგორ შემეცოდნენდო. ვერტირი ვარ ძმაო, მაგრამ ტერი ვარ ჩათვალე. ვიცი მეც ანალოგიურად ჩემი რა ცოდვები არიანტო. შურს ვიძიებთ გეუბნებით, ხალხო, გული არ გაიტეხოთ, Black Mamba-ს ორი ადამიანი დავკარგეთ, მაგრამ ბიჭების სახელზე ჩვენ აქ სამართლიანობას აღვდგენთ, ამიტომ მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რომ ხვალვე დაიდოს მომდენო ვიდეო, სადაც გადავწვავთ მთელ ქალაქს. აი Black Mamba-ის ნამდვილ სახეს კიდე აწინახავს ყველა.